უკვე სადაც არის 1 წელი გახდება რაც Steve Brainot-ი გამოვიდა Roblox-ში და უკვე Steve Brainot-ში იმდენი Lucky Block-ი არის დაგროვებული რომ სადაცაა Brainot-ების Lucky Block-ების ვარიანტებსაც გამოუშვებენ. ალბათ ასევე მეგობრებო შენიშნავთ იმას რომ ვართ ეხლა მოდედ Steve Brainot-ში და გაგიჩნდებოდათ კითხვა თუ ეხლა რატო თამაშობ მოდედიან Steve Brainot-ს. ახლა კი მაგ კითხვაზე გაგცემთ პასუხს იმათვისაც ეს კითხვა უეჭველი გაუჩნდებოდათ თავში. ახლა მოდედიან Steve Brainot-ის ბაზაში მაქვს 3 ცალი Lucky Block-ებით გავსებული ბაზა. ეს არის admin Lucky Block-ი, taco Lucky Block-ი და secret Lucky Block-ი. ხოლო დღეს მეგობრებო, რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ გავხსნით ყველა Lucky Block-ებს და შევადარებთ ერთმანეთს. ხოლო მეგობრებო, ვიდეოს ბოლოს გამოვლინდება თუ რომელი Lucky Block-ი იქნება საუკეთესო. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ მომენტში წესიერი მოდედი ვერ ვიპოვე და ვთამაშობ ეხლა ძველი ვერსიის მოდედს. მაგაში კი გულისხმობ იმას, რომ წინა კვირას გამოვიდა Lucky Block-ების განახლება და დაემატა ბევრი ახალი Brainot-ები Lucky Block-ებში, მაგრამ ამ მოდედში, რასაც ახლა თამაშობთ ჩვენ, არ არის ჯერ ეგ განახლება გამოსული. ამიტომ თუ გავარდება მეგობრებო ეს ვიდეო, რასაც ვიზამ არის ის, რომ გადავიღებ მეორე ნაწილს, სადაც ჯერ სანამ გადავიღებ, შევეცდები რომ ახალი ვერსიის მოდედი ვიპოვო და მერე unboxing-ის მეორე ფართი ჩავატაროთ და შედარება რა, უფრო შედარება გამოდის. მაგრამ მეგობრებო, სანამ ვიდეოს დავიწყებ, ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწევთ ჩემი ახი რომ აღარ გამოგჩენს გავსი ტიპის ვიდეოები. ასევე მეგობრებო, მაქვს ჩემი საკუთარი Discord სერვერი და ასევე Roblox თამაშიც მაქვს, მაგორი თამაშის და სერვერის ლინკი იქნება აღწერაში და თხოვნა რომ ორივეში შემოხვიდეთ. ასევე მეგობრებო, დიდი ალბათობით ამ ვიდეოს ვდებ შაბათს და არა, პარასკევს. და შაბათს მეგობრებო 6 საათზე ვხოსთავთ ჩემს საკუთარ თამაში Admin Abuse და არა მარტო ერთი, არამედ 2 ცალი Admin Abuse იქნება. ერთი იქნება 5 საათზე, სადაც game mode-ებში უნდა შეხვიდეთ და Lucky Block-ებში გადახვიდეთ და მეორე Admin Abuse იქნება უკვე 7 საათზე მთავარ თამაში. ამიტომაც მეგობრებო, გელით სულ ყველას მაგ Admin Abuse-ზე და იმედია ყველა შემოხვალ და რაც შეიძლება ბევრ გაუმწერებს ვნახავ Admin Abuse-ზე. და ასევე მეგობრებო, მინდა მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც Steve Brainot-ში დამიგიფთეს Brainot-ები და აი აგერ გამოჩნდება ახლა კლიპი. და თუ ამ ვიდეოს უყურებთ, წინასწარ მინდა მადლობა გადაუხადო იმისათვის, რომ ასეთი მაგარი გიფთი გამიკეთა. და ასევე მეგობრებო, თქვენს მადლობას გადაგიხდით, ვინც ხვალ ან 5-ზე ან 7-ზე შემოხვალთ ჩემს Admin Abuse-ზე და იმედია რაც შეიძლება ბევრი შევიკრიბებით. ახლა კი მეგობრებო, მოდი ჯერ გავამზადოთ ტექსტი და მერე უკვე ვიდეო დაიწყება ოფიციალურად. მოდი ჯერ სანამ unboxing-ს დავიწყებთ, განახებთ Lucky Block-ებს, აგერ ჯერ ნორმალური Lucky Block-ებით ვიწყებთ გახსნას, მერე Gold-ზე გადავალთ, მერე Diamond-ზე, მერე გადავდივართ მეგობრებო Blood Road-ზე, რომელიც აი აქედან იწყება და მერე მეორე სართულზე გრძელდება, აგერ მოდი ავიდეთ. უიაგე ლავაც ქონია, ეს მეგონი მეორე სართულის ბოლო Lucky Block-ებია. კი მეგობრებო, ეგრე არის, ახლა გამახსენდა, მერე აქ გრძელდება Blood Road-ები და მერე გადავდივართ Candy-ზე და ბოლოს ლავაზე და მერე მესამეზე ავდივართ, მერე Candy რაღაცა და Galaxy Lucky Block-ებს ხსნით და მერე Inyang-ით ვასრულებთ. ნახოთ მეგობრებო, რომელი Lucky Block-ი დაგვიგდებს ყველაზე მაგარ Brainot-ებს, რომელიც ბევრს იხდის. თან ივენთი ჩაითო რაღაც საახალწლო მოდედია და არ უნდა გაგიკვირდეთ. ხო და მოდი დავიწყოთ ჩვეულებრივი Lucky Block-ებით და ჩვეულებრივი თაკოთი და ვნახოთ რა ზაგვიგდებს ჩვეულებრივი თაკო. კინაღამლოს no my hotspot დააგდო, მაგრამ გატიტო რა დააგდო, ამას აქვია გატიტო თაკიტოთ, ხო ეგ დააგდო. ნუ ჩვეულებრივი დასაწყისია, უფრო საშინელი შეეძლო რომ დაეგდო და კიდევ კაი არ დააგდო, ეგ თაკო Lucky Block-ისთვის კარგი არის, მე თუ მკითხავთ. და მეგობრებო, ყოველივე ეს unboxing-ი, რასაც ახლა ვიღებ, მახსენებს ჩემ ძველ ვიდეოს, სადაც Nick Max-თან ერთად გადავიღეთ unboxing-ი. ხო და რაც ვფიქრობთ მეგობრებო, ხვალ გადამიღო კიდევ ვინმე ცნობილ ადამიანთან Lucky Block-ის შეჯიბრება და ოპა! Admin Lucky Block-ში რა მაგარი რაღაცა დააგდო. სიო მეგობრებო, ჯერჯერობით პირველ ადგილზე დგას Admin Lucky Block-ი და მეორეზე taco Lucky Block-ი, მაგრამ ეხლა დროა რომ secret-მა გაანათოს. მივალთ ეხლა და მივახსნით აი ამ Secret Lucky Blocks
აქ რომ დგას ასე ჩუმად, აი ჩუმჩუმერად, აი ნეტასად არის secret lucky block-ი, აი ნეტასად. და მეგობრებო, მე თუ მკითხავთ, უეჭველი უკვე გადაასწრებს ორივე lucky block-ს, რადგანაც ჯერ ეგეთიც მან უეჭველი სიკრეტი ვარდება და მეორე ყველაზე სუსტი სიკრეტი მან დაკეთებს $300,000 წამში, რაც ძალიან კარგია, რადგანაც თაკოსაც და ადმინსაც ეხლა დაერხა და აი ხო თქვი, დავაგდეთ ტორტუგინი. და იმისათვის მეგობრებო, რომ თაკომ და სიკრეტმა კი არა და თაკომ და ადმინმა გაასწროს secret lucky blocks, უნდა დააგდონ ნებისმიერი სიკრეტი, რადგანაც მან რა სიკრეტიც არის, ჯობია ყველაზე ბანს secret lucky block-ის სიკრეტს, ნუ ხო მიხვდით. იმედია მიხვდით და ეხლა უკვე გადავდივართ ნორმაზე კი არა, მეგობრებო, ნორმაზე კი არა. Gold lucky block-ებზე გადავდივართ უკვე ყველა lucky blocks gold-ი ადევს ამ მომენტისთვის. ხო და მოდი მივახსნათ და არ შევხედოთ. არ უყურებ. არ გაიხსნა. ვეხსნა? არ უყურებ. დავი. აბა დავარდა. ოპა, ისევ ეს დავარდა. და ამჯერად აიწია 371,000-ზე და ამჯერად აი ამ მომენტისთვის თაკომ გაასწრო ორივე lucky blocks, მაგრამ სულ ესე ვერ იქნება. მოდი ეხლა ადმინს გავხსნით და კიდევ მანდას თუ იგივე დავარდება. მერე ვნახოთ ვის გაასწრებს თაკო lucky block-ი. მოდი არ უყუროთ ვაფშე, აი არ უყუროთ. შენ მინახარ აქ. მე მგონი ამანაც გახსნა რაღაც lucky block-ი და გარეთ გამოდის რომ არ უყუროს და აი ხო გითხარით ისევ იგივე დავარდებოდა, აი უეჭველი ვიცოდი. და ასე მარტივად მეგობრებო აიწია 500,000-ზე. 500,000 და ჯერჯერობით სიკრეტსაც გაასწრო და თაკოსაც, მაგრამ სიკრეტმაც თუ იგივე დააგდო, ნუ ყოველივე შემთხვევაში ან უკეთეს დააგდებს, ან ისევ იგივეს. მაშინ ისევ დომინირებს secret lucky block-ი და ხო გითხარით, ტორტუგინი დააგდო და ვსიო. სხვა lucky block-ებს შანსი არ აქვს, ასე მგონია, თუ რამე უკეთესი არ დააგდეს. და ეხლა გავაანალიზე, კიდევ თუ გავხსენით, secret lucky block-ი უკვე 1 მილიონზეა, ეხლა არის 700,000-ზე. ძალიან საინტერესოა მეგობრებო, რამე მჯერა რომ secret lucky block-ი მოიგებს და არ მგონია რომ თაკო მოიგოს, რადგანაც ყველაზე მეტად მეიზღება ეგ lucky block-ი. მაგრამ მაგ lucky block-ში update თუ გამოვიდა, მაინც კარგი არის. თქვენ რა გგონიათ, აი რომელი lucky block-ი მოიგებს, დაწერეთ კომენტარებში. ეხლა გადავედით Diamond-ზე. აბა Diamond-ო, გუანახე რას დააგდებ. მიდი. თეო ესაღლი დააგდო. ძალიან ცუდი მეგობრებო, ეს თაკო lucky block-ი არ დაეხმარება ამ lucky block-ს, რომ რამე წესიერი დააგდოს და გაასწროს lucky block-ებს ამით. კაი მეგობრებო, კაი, ვინაიდანაც დებილობა დავაგდეთ თაკოდან, აბა ვნახოთ ადმინიდანაც დავაგდებთ. გადავიდეთ ადმინზე, მე მგონი დროა. მივიწიოთ და გავხსნათ. დავაი შევხედოთ? არა. უეჭველი მჯერა რომ Diamond 6-7-იან ლაგრანდი დავარდება, რაც კარგია. აუ არა, ცოტა სიხდის. ალესიო! ნუ ვაფშე არ დაგვიგდია ჯერ ალესიო, რაც რაღაც ხრივ კარგი არის, მაგრამ ადმინ lucky block-ი მარტო 600,000-ით აიწია. ნუ რა გაეწყობა, ეხლა მოდი გავხსნათ სიკრეტის დროც დადგა. გავხსნათ და ნახოთ მანდ რა დავარდება და უეჭველი 1 მილიონზეა ეხლა. სიმართლე გითხრათ, არ გამიკვირდა ეს რო დავაგდეთ და 1.3 მილიონი გახდა secret lucky block-ი. რა იყო secret lucky block-ი? ცოტა დაინდეს სხვა lucky block-ებიც, აი რა იყო? მიეც შანსი. სოდვები არიან. კაი, მოდი ეხლა გადავიდეთ Blood Road-ზე. ჯერ ავიღოთ ცოტა ფული და გავხსნათ Blood Road თაკო. მოიცა არ უყუროთ, ეხლა მჯერა რომ აქ დავარდება კვესადილა. თუ კვესადილა დავარდა, 10 მილიონზეა თაკო lucky block-ი. და თუ 10 მილიონზეა, ეგ უკვე ვაფშე სიგიჟე იქნება. სიო, გადაასწრებს ვაფშე ყველაზე. მე მგონი secret-საც აღარ ექნება შანსი, ხომ? ნახოთ, აბა ჩავიაროთ. უეჭველი კვესადილა დაგხვდება, ან რამე სხვა სიკრეტი და გადაასწრებს ვაფშე სიკრეტსაც, ეგ თუ მართლა მოხდება. კაი. მე მგონი ზადვათ რომ შევიხილოთ. მოგიტყანი. ანუ თაკომ რამე წესიერი უნდა დააგდოს, თორემ ყველაზე ბოლო ადგილას არის. რეებს აგდებს, აი რეებს, რატო უბრალოდ არ მისმის? ბოლო და უკანასკნელი კიდე იყო. თუ ეგრეა, კაი, ბაზარი არ არის. ავიღოთ ფული და ავიდეთ მეორე სათულზე, რადგანაც ჯერ Blood Road-ები არ დასრულებულა და ისევ გველოდებიან Blood Road-ები, რომ გაიხსნან. ნუ Blood Road-ებში დაგვრჩა ადმინი და secret lucky block-ი და ვნახოთ
აი ამ ორში ადავარდება. დავაი, მზად ვარ. მიდი, გაიხსენი. გვაჩვენი რა შეგვიძლია? admin lucky block შეგვიძლია რა? შეგიძლია. აუ, ვაფშე ნუბობა დააგდო, თაქოს ნუბობა ამან დააგდო. მე მგონი თაქოს ეხლა შანსი ექნება რომ admin-ს გაასწროს, რაც ძალიან მაგარი იქნება, მაგრამ ეხლა დროა რომ ისევ და ისევ secret-მა გამოანათოს. თან ბლუდროტულად ნახე ბლუდროტი ადევს თან და აქ რამე ტორტუგინის გარდა თუ დავარ და ვაფშე სიგიჟე იქნება და ვაფშე მე მგონი შანსიც აღარ ექნება სხვა lucky block-ებს. დავაი secret-ი მეგობრებო უკვე მზად არის რომ გამოანათოს და არ ვუყურებ, მოგატყუეთ, ვუყურებ. და მეგობრებო, ეხლა შევამჩნიე. ტორტუგინი რაღაცა და secret lucky block-მა გადაასწრო ორივეს. ნუ ეგ თავიდან ეგრე იყო, მაგრამ 2 მილიონზე ავიდა. როდესაც ჯერ არც ერთი არ ასულა, ანუ არც ერთი სხვა lucky block-ი არ ასულა 1 მილიონზეც. უკვე ნახე რა დონეზე არის secret lucky block-ი, ანუ ყველაზე მაგარი არის secret lucky block-ი რა, უკვე ფაქტი არის, თქვენს ხედავთ. და ოპა, თაქომაც დაიწყო უკვე მოხდვა, გადაასწრო ვაფშე admin lucky block, შეხედეთ. და მეგობრებო, თაქო lucky block-ი გახდა მეორე lucky block-ი, რომელიც 1 მილიონზე ავიდა. საღოლ მეგობრებო, შეხედეთ რა ხოთზეა. კაი, ნახოთ ეხლა admin lucky block-ი როგორ პასუხებს აი ამ დამცირებას. ო admin, შენ არ გილას ამას არ გაუტარებდი და რამე მაგას დავაგდებდი. ძმა, მაინც ბონზობა დააგდო. აი რაღაცა უნდა გააკეთოს ეხლა ამ lucky block-მა რადგანაც თავიდან რომ ვიდეო დავიწყეთ მეგობრებო, თაქოს ისე ასწრებდა რომ არ ვიცი მეგობრებო, შოქში ვიყავი, მაგრამ თაქომ ეხლა ისე გაასწრო რომ lucky block-ი თვითონ admin-ი აღარ ჩანს. გადავედით secret-ზე და ოპა! admin-მა გაატარა ის რომ თაქომ გაასწრო, მაგრამ secret-მა უკვე გააჭედა და სიო, გადაწყვიტა რომ ვაფშე მაგას დავაგდებო, სიო, ამას მე არ გავატარებო. ნუბმა როგორ გამედაო და უკვე 10 მილიონზე ავიდა, 10-ზე კი არა, 12-ზე ძმა. secret-მა უკვე დაძაბა, თავიდან ხო უთმობდა ტორტუგინების და რაღაცეებით, უკვე ეხლა პოთოს-პოთებს აგდებს, ვაფშე მაგარი რო არის, 1000 თავით თან. მაგრამ მე თუ მკითხავთ secret-ი ჯერჯერობით კიდე ვინდობს ამ lucky block-ებს რადგანაც პოთოს-პოთი ეგეთი მაგარი არ არის, მაგაზე უკეთესებიც არის secret lucky block-ში. თან 3 მაგაზე უკეთესი secret-ები არის მანდ. და ჯერ არ აგდებს მე მგონი ინდობს. მოდი დავაბრუნოთ ეხლა ეს პოთოს-პოთი და გადავიდეთ ლავაზე. არა ეხლა თვითონ lucky block-ებშიც, სხვა lucky block-ებშიც უნდა დავარდეს რაღაც კაი secret-ები, თორემ ვაფშე ძალიან ბევრს აგდებს, ძალიან მაგარ რაღაცებს აგდებს ეს secret-ი და ძალიან გაასწრო ამ ორს. და ლავის მერე მეგობრებო, ამით დავასრულებთ მეორე სათუზე unboxing-ს და ამჯერად თაქომ არაო, სიო, დავინდებო ეხაო admin-სო და მოდი ცოტა დებილობას დავაგდებო, ეგრე გადაწყვიტა. ნახოთ ეხლა admin-ი როგორ უპასუხებს აი ამას. მივახსნათ ასე ნუბურად და რამე წესიერი. ოპა, მეგობრებო, ალესიო დავაგდეთ, ცუდი არ არის ვაფშე. და ესეც 1 მილიონს გადაცდა. მე მგონი comeback-ს აკეთებს ეს ჩვენი admin lucky block-ი და შეიძლება უკვე თაქოს გაასწროს. აი, დაგვრჩა secret-ი რომ გავხსნათ და მე ბიჭო! რა თაქო lucky block-ი და admin-ი, ბიჭო, ნახე secret-ი რეებს აგდებს. მეორე პოთოს-პოთი, რომელიც აკეთებს 15 მილიონს სამში და მთლიანობაში უკვე secret-ი 27 მილიონზე ავიდა. secret-მა მეგობრებო თქვა რომ სიო, ამათ საკმარის შანსი მივეციო და ეხლა ჩვენ ამათ მე არ შემიძლიაო და 27-ზე ავიდა. არა მეგობრებო, ამ ორმა lucky block-მა რამე წესიერი უნდა დააგდონ რომ რაღაც შანსი მაინც გქონდეთ რომ secret-ს გაასწროს, ამას შეხედეთ. თან ლავა პოთოს-პოთი, თუ არ ვცდები, პირველად ყავს ნანახი, რეალურ Steel Brain-ში არ ყავს ეს ნანახი. და რავი მეგობრებო, ძალიან ლამაზად გამოიყურება. თან პირველად ხედავ, შევაბრუნოთ ეხლა ბაზარში და გადავდივართ მესამე სართულზე. და ამ ორმა lucky block-მა რამე უნდა გააკეთოს ეხლა თორემ შანსი ვაფშე აღარ აქვთ. კაი, გალაქსებით ვიწყებთ, გალაქსებით და მერე ინიენგებით სრულდება ეს ვიდეო. დავაი. გავაქვაოთ და ნახოთ რას დააგდებს. დავკეტოთ? კაი. ვითომ მივდივართ, ამობრუნეთ ეხლა არც შევხედოთ და ისევე ზაღლი დააგდო. ნუ თუ ეხლა ამ სიტუაციაში თაქო lucky block-ი ინდობს admin lucky block-ს. არ ვიცი, ძალიან საინტერესოდ ვითარდება ეს სიტუაცია და ვნახოთ admin-ი ასიზამს. მიდი, გვაჩვენე შენი ზალა, შენ ნუბო.
მიდი. ეს პირველად დავაგდეთ. და არ მოველოდი რომ 1.5 მილიონს გააკეთებდა წამებში. ნახეთ რა მაგარი კომბექი დადო ადმინმა. სიო მეგობრებო, ადმინ ლაკი ბლოკმა მაგარი კომბექი გააკეთა და უკვე გახდა მეორე ადგილოსანი. მაგრამ ჯერ მაინც ბევრი უკლია რომ გახდეს პირველი ადგილოსანი, როგორც თაქო, არა და თაქო. რა თაქო, სიკრეტი არის. დავაი მეგობრებო, გავხსნათ სიკრეტი. დავაი და ტორდუგინი ამჯერად სიკრეტი ინდობს. იცის რომ ეს ორი აგებს მაინც. მაგრამ მაგდონდობის გამო უკვე თითქმის 30 მილიონზე ავიდა სიკრეტი და ეხლა დაგვრჩა ბოლო შანსი აქვთ თან ამ ორ ლაკი ბლოკს რომ რაღაც გააკეთონ. იმისათვის რომ ოდნავ პატარა შანსი მაინც გქონდეთ რომ სიკრეტს გაასწრონ და პირველი ადგილოსანი გახდნენ და ამაში გულისხმობ ინიეგს და მოდი დავიწყოთ ინიეგი თაქოთი. დავაი. არა. სიო მეგობრებო, თაქომ ჩათვალეთ გაფრანგა ეს შანსი და კიდევ ეს ჭიხვახვა დააგდო. აი მეგობრებო, თაქო ლაკიბლოკის ადგილას ბურიტოს მაინც დავაგდები და ასე დებილურად არ გოფრანგავდი ამ შანსს, მაგრამ რა გაეწყობა ეხლა გავხსნათ, ვერ ავდივარ. ადმინ ლაკიბლოკი და ვნახოთ ეგ გაფრანგავს თუ არა შანსს. შეიძლება ეხლა არ გაფრანგოს. ლაგრანჯე დავაგდოს, სიო გაასწრებს სიკრეტსაც, მაგრამ ნახოთ ამა მაინც ვერ ავდივარ რა ჭის ამას. კაი, შევხედოთ ადმინს და ისევ ლოს მობილიტოს დავაგდეთ და 1.6 მილიონს აკეთებს. ამას მეგობრებო, თლად შანსის გაფრანგვას არ უწოდებდი, მაგრამ მაინც მეორე ადგილოსანი გახდა ადმინი და პირველი ადგილოსანი გახდა სიკრეტი, მაგრამ მოდი მაინც გავხსნათ და შევხედოთ თუ რას